ჩვენ ყოლავით ეში ბრუნდები ჩვენს მეორე სტუმართან ერთად ლელა რაზიკაშვილია ჩვენი სტუმარი ქალტუნ ლელა ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით და მიიღებთ მონაწილეობას გადაცემაში და ამჯერად მინდა ასეთ თემაზე ვისაუბროთ საზოგადოება ჩვენი საზოგადოება ეს პრობლემა ყოველთვის ქონდა ჩვენ რომ გახლეჩილი იყო ეს საზოგადოება ერთმანეთს არ გვესმოდა თუ არ პირველ პირში ვიტყვი მაინც არ ვიტყვი პირველ პირში იმიტომ რომ მესმის ორივე მხარის ერთმანეთის არ ესმოდა ამ საზოგადოებას და ფაქტობრივად შეიქმნა მტრის ხატი. აი ზუსტად გუშინ ვფიქრობდი ამაზე, ხო, აი კანონს უწოდეს რუსული კანონი. მაგრამ ყველას უწოდებენ ეს ხო დამკვიდრებულია რუსი, რატომ? ეს იმიტომ რომ შეიქმნას მტრის ხატი. იმიტომ რომ მაშინ რა გამოდის ახლა შენეუნები რომ და გაანადგურო ქართველი ეს რაღაც ამას მოინიშნოს რეპრესიებისთვის გარკვეული ხო ამას ვერ იმასიზამ ხო გარდამსა მოინიშნოს და მე ეს ახლა არ გამართლდება მაგრამ როცა ამობ რომ რუსი ნამდვილად ოკუპანტია ხო ახლა ის არის თუ არა რუსი იმას აღარ ჩინელი რომ დაუძახო არ გამოვა ვიცი ხო არ გამო ამიტომ უნდა იყოს რუსი უნდა დაუძახო რუსი და მე ახლა რუსს თუ ანადგურებ ნიშნავს შენ მაგალითები ხარ ეს ქართველის წინააღმდეგ დაპირისპირება აღარ გამოდის ახლა ეს ტექნოლოგია ჩემთვის გასაგებია მაგრამ მე არ ვიცი ამას რო ამბობენ მათთვის რამდენად გასაგები არის ეს ტექნოლოგია საზოგადოება რომლის წევრებსაც არ აქვს მნიშვნელობა შუაზეა გაყოფილი იქით მეტი აქეთ ნაკლებია ერთმანეთის ზულთ საზოგადოება რომელიც ერთმანეთს ყრულავს უსურვებს ყოველგვარ საშინელებას და ერთი სული აქვს მეორე მხარე როდის განადგურდება გაუგონარი რაღაცა ხდება გაუგონარ სიტყვებს აკადრებენ ერთმანეთს და გაუგონრად იწევლებიან რაც საერთოდ ამოვარდნილი არის აი რომ რაღაცა ჩვენი ქართული ხო გვაქვს ჩვენი მენტალობა აი კიდან აბსოლუტურად ამოვარდნილი არის როგორ მივედით ამ მდგომარეობამდე და რა შეიძლება იყოს ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ჯერ მოგესალმებით ყველას თქვენს მაყურებლებს მსმენელებს ყველას იმ ადამიანებს ვინც გვისმენს და ან გვეთანხმება ან ცივილურად შეიძლება შეგუკამათოს რაღაც სხვა გაზრი კონდეს და შეიძლება საუბარი იმ ადამიანებს ვინც უწყევლი ლანძღავს მეც უკვე მივეჩვიე ამას ბრჭყალებში ცუდი მისაჩვევია მაგრამ მე მგონია რომ გლანძღავს ადამიანი წევლის ის კითხულობს კიდევაც და თუ 1000-დან ერთი მაინც წაიკითხავს და შევა შინაარსში და მოგისმენს ამათ ღირს 1000 იმ 999-ის ტალახის იმიტომ რომ აღება და ასე ვთქვათ მოთმენა რადგანაც ჩვენ ერთი ადამიანის დასაკარგი არ ყავს რა თქმა უნდა ყველაზე ცუდი რაც ხდება დღეს საოცარი რამ არის თქოს სიძულვილის ჯინი რო გამოუშვა ბოთლიდან და ალბათ გახსოვთ რა ანიმაციურ ფილმშია რომ იზდება იმ ხელა ხდება რომ ცა გადაფარა ხო რაღაც მსგავსი განცდა ჩნდება და იმდენად გადაფარაც და რომ აი ჩვენ გონებას ყველაფერს გადაეფარა და იმის მიუხედავად რომ შევამჩნიოთ ეს სიძულვილის ჯინი რომელიც აღარ გაარჩევს მე ვინ რომელ მხარეს დგას ვინ მართალია ვინ ტყუანია აი ამ სიძულვილის ჯინს კი არ ვუბრუნდებით და ვფიქრობთ როგორ ჩაუშვათ ისევ ბოთლში ან გავაქარწყლოთ ვუბერავთ ვზრდით ისე რომ საერთოდ დააბნელოს ყველაფერი და ძალიან შემაშფოთებელია ეს და გასაგიჟებელი რატომ არის ეს ასე რთული დასანახი რატომ არის ეს ასე მიუღებელია ხო ამას გულისხმობ აი მიუღებელი გავანებოთ თავი ყველაფერს გავანებოთ თავი ვართ ადამიანები რომლებიც ვიბრძვით ჩვენი სამშობლოს სახელით ხო ადამიანები ამბობენ რომ ჩვენ ვიტოვთ გავართ იქ რომ ჩვენი სამშობლოს საერთოდ საოცარია რა ხა მე ვაჟაფშაველაზე იქით ვერ მივდივარ ხომ უკეთეს ვერ მიმართავ მაგრამ ერთ-ერთი ვაჟას ძალიან დიდი თავისმცემლის არ მავიწყდება მისი განმარტება რომ ალუდა რომ მოდის განადგურებული იმის გამო რომ დაუშვი მტერი მოკლა ხო და ამ მთელი სამყარო სიმძიმე აწევს მხრებზე საერთოდ სხვა ფიქრებშია შესული და ამ ადამიანმა ერთმა ძალიან საოცარი რამე თქვა კაცობრიობას ღირებულებათა ერთიანობა გადაარჩენს შეიძლება არ შეიძლება სამშობლოს და რწმენის სახელით ისეთი უბედურებები დატრიალდეს მსოფლიოში რომ საერთოდ დედამიწა ამოაგდოს ორბიტიდან რა თქმა უნდა ბოროტება არ მოდის ბოროტი სამშობლოს და რწმენის სახელით თუ ამას ყველაფერს
რასაც აკეთებ, რისთვისაც იბრძვი, კაცს მოყვარეობა, თავარი ამას არ ახლავს. რა თქმა უნდა, აზრი არ აქვს. თავარი ამას არ ახლავს, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი წყალშია გადაყრილი და ეს არის ბოროტება. ცალსახა ბოროტება. ღირებულება კონტექსტიდან ამოგლეჯილი, რომელსაც აიღებ და იძახი და სხვა ღირებულებას უარყოფ იმ ღირებულებას, რომელიც დგას დედასა და შვილს შორის, მეგობარსა და მეგობარს შორის, სვის სარწმუნებას შორის, აი ყველაფერს უნდა გადაუარო, უნდა შეურაცხყო, დაუშვათ სხვისი შვილი, აი არ შეგზაროს, არ დაინახო განგაში ზარი იმაში, რომ ბავშვს ეუბნები ახალგაზრდა თაობას მიმართავ, რომ მათ შერცხვეთ თავისი მშობლების, დას შერცხვეს ძმის, ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ ასეთი წვრილმანი, ასეთი პატარა მოწოდებები კაცობრიობაში ხშირად ყოფილა, მაგრამ კაცობრიობას ჩაურეცხავს ესეთი არაღირებული თემები. თქვენ გახსოვთ, აი სულ ხშირად მინდა ხოლმე მიმართო იმ რეჟისორებს, რომლებიც დგანან იმ ხარეს და ამბობენ, რომ ისინი იბრძვიან კაცობრიობის საქართველოს ნათელი მომავლისთვის მჯერა. დაუშვათ მჯერა, რომ რაღაცა კარგი გინდათ, კარგი გსურთ, მაგრამ როცა ხედავთ იმას, რომ თქვენ ხომ მსახიობები ხართ, რეჟისორები ხართ, თქვენ ხომ საზოგადოებას ზრდით და ასწავლით მორალს და ასწავლით ღირებულებების მარადიულობას, ხომ? როცა დაინახეთ, რომ მოწოდებაა და ძმამ და გაყიდა და შერცხვა და გაანადგურა საჯაროდ, ძმა გაანადგურა საჯაროდ, როცა შვილი მამას და დედას საჯარო სიძულვილს უცხადებს, როცა ადამიანი შეიძლება თვითონ არ წამს, მაგრამ იმდენი გააზრებაც არ აქვს და ადამიანობა რომ სხვისი რწმენა, სხვისი მოძღვარი არ შეურაცხყოს. როცა დღესდილას შოკირებული მოვდივარ ახლა ანჩისხატზე ნასროლი კვერცხებით ახალი ინფორმაცია 1500 წლის ისტორიის ტაძარი შეურაცხყოფი ჩვენი ისტორიაა ის ხომ მარტო ძეგლი არ არის ვიღაცისთვის ძეგლი აი აღმოჩნდა რომ ძეგლიც არ ყოფილა ხო ვიღაცისთვის როცა დაინახავთ რომ ამ როცა დაინახავთ როცა თქვენ მე მიმართავ იმ ჭკვიან ადამიანებს როცა რომელსაც აქვს პრეტენზია რომ მათ სურთ ნათელი არ ამიშველობა აქვს ამ ფონზე ხდება რადიკალური ესეთი გამოვლენებები ვიღაცის ტაძარ შეურაცხყოფს ვიღაცას გულზე დაუშვათ გული მოუკლა ან რაღაცა წინააღმდეგობრივი არ ვიცი რა აქტია ეს როცა ხედავთ თქვენ ჭკვიანო ადამიანებო მოგმართავთ ღირებულების მქონე ადამიანებო რომ გადავედით ყველა ზღვარს თქვენ რატომ არ ტეხავთ განგაშ და თქვენ რატომ არ ფიქრობთ ამაზე რომ შეიძლება პროცესები უმართავი გახდეს და ისეთ თემაში გადავიჩეხოთ რომ ყველა მავიღოთ პასუხისმგებლობა ვერავინ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერ შევაწმინდავთ ვერც მტერს რუსეთს რო ვიცით ხომ ხელებს შევაწმინდავთ ვერ შევაწმინდავთ ვერც ხელისუფლებას ვერც პარტიებს ყველას ჩვენთან განს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვეკისრება თქვენ ხომ იცით რომ ძმა და და არ უნდა გაყიდოს და დააბეზღოს და არ უნდა გაიმეტოს ზურგში შესაძლებლად თქვენ ხომ იცით ის რომ ანტიგონე დაგიდგავთ სცენაზე და 2500 წელია ანტიგონეს ხმა ისმის ის ძმა იყო ჩემი ყვირის დღესაც ყვირის ყურებში მესმის როგორი მოღალატე ძმა რეჟისორების კვალიფიკაციის კომპეტენციის დონე მაღალი არის როგორც ჩანს ხო აი მე ღირებულებებისკენ მინდა მოგახსენე შეიძლება გუშინ არ გიფიქრია და დღეს რომ მოგმართავ და თუ ვინმე და მომისმინა დღეს იფიქროს ამაზე მიტომ დარჩა ეს ანტიგონეს ხმა და მიტომ გვესმის ყურებში ის არის მარადიული და ისეთი ადამიანები ძმას ზურში ჩაარტყა და ამ ძმაზე უარი თქვა და ისინი ჩაირეცხენ ისინი არიან ისეთები რომელსაც არ უნდა მივბაძოთ მე ამაზე ვგიჟდები რომ რატომ შეიძლება რამე იყოს ისეთი რაც ამ ღირებულებებზე მაღლა და თუ ფიქრობთ რომ ამ ღირებულებებზე მაღლა რაღაც მაშინ თქვენთან სიმართლე არ არის მაშინ ნახევრად სიმართლეა ახლა მაგაზე გადავა მოროზოვობა აი როდის მერე გახდა აი ხა ხო აი იმ დონეზე მივიდნენ ბოლშევიკები ანგრევდნენ მე სხვათა შორის სულ ვფიქრობდი ის ხალხი შთამომავლობა ხო ყავს მათ ვინც დაანგრია ეკლესიების საქართველოში ისინი გულწრფელები იყვნენ ერთი წუთით აბსოლუტურად ისინი თავის ქმედებაში იყვნენ გულწრფელები ისინი იყვნენ მათ რო კითხოთ პროლეტარიატის დიქტატურისთვის და ნათელი მომავლისთვის აკეთებდნენ ამათ რა თქმა უნდა ძმას ახრეტინებდა მეზობელს ნათერმინონი განსხვავებაა მაშინ განსხვავება რო არ არის იმიტომ მიმართავ იმ ჭკვიან ადამიანებს რომ სადღაც როცა ვინმე ჩვენ ზღვარს გადავკვეთავთ თქვენ მაინც მიხვდით რომ უნდა შემოუბრუნდეთ ერთმანეთისკენ და ასე გადავარჩინოთ ერთმანეთი კი არა ჩვენი ქვეყანა თორე ის სიძულვილი ის უბედურება რაც გარეთ არის მომდგარი ახლა გადავალ სოფლიო რუკაზე და რა კონტექსტში ვართ ის ჩვენ აღარ გაგვარჩევს
არც ერთს არ გაგვარჩევს და როცა ჩავიჩეხებით ალბათ სანამ ერთად ყველანი ჩავიჩეხებით ალბათ იქაც დავიწყებ ჩაჩეხილ ორმოში მე არაშენი ბრალი იყო არაშენი ბრალი იყო ჩვენ ძალიან ხშირად გვეძლევა ამ ბოლო დროს გვეძლევა შანსი დღესაც აი ყველაზე ცუდი რა არის იცით იყო ჩვენს ბიოგრაფიაში თემები როცა სიკვდილმა გაჭირვებულ განსაცდელმა გაგვაერთიანა სხვა შორის 2008 წელს როცა ოპოზიციურად კატეგორიულად ოპოზიციად განწყობილმა საზოგადოებამ როდესაც გარე მტერი შემოვიდა მიუხედავად არ დაუწყია არავის გარჩევა მისი ბრალი იყო პოლიტიკოსებს სხვადასხვა ოპოზიციონერებს და ყველამ თქვა მეც მათ შორის და ყველამ თქვით რომ ეხლა ამის დრო არ არის ეხლა ჩვენ ერთად ვიღუპებით და ერთად უნდა გადავრჩეთ და მერე გავარკვიოთ მაგრამ ხო შეიძლება როცა ასეთ ზღვარზე მივედით დაუშვათ ღმერთმა დაგვიფაროს საერთო განსაცდელისგან საერთო დღესასწაულმა მაინც გაგვაერთიანოს. აი ეს მაინც ხო შეიძლება ამ ნიშნულზე ხო მივედით. ჩვენ რამდენიმე დღის წინ აგერ ახლახანს ნაძვისხის ანთების ცერემონიალი რო იყო შესაძლებლობა გქონდა შესაძლებლობა ამის რომ დაუშვათ ჩვენ თუ ცუდები ვართ ეხლა იმას მიმართავ რა თქვენ ხო ხართ კარგები და ჩვენზე უკეთესები ხო ხართ თქვენ რატომ არ მოგაფიქრდათ რომ ჩვენზე უკეთესად მოგცეულიყავით ის ერთი დღე გამოგვეყენებინა იმისთვის არა ერთმანეთს დაპირისპირების არა სასტვენებისთვის არა პლაკატებისთვის არა ვიღაცის ჯიბრზე იქ მივარდნისთვის საოცარი მოხდა ძალიან ცუდი რამ მოხდა ქართველს თავისი შვილი ვერანდო ვერ მიიყვანა ბავშვი იქ ნაცვისხის ასანთებად შეეშინდა რამე არ მოხდეს იმან ჩემ შვილს არაფერი დაუშაოს შეიძლება არც არაფერი დაუშაოს მაგრამ მის შვილის თვალწინ დედას და მამას რო ლანძღავ და სასწაული უბედური ტექსტებია გინება და ის რატომ უნდა ისმინოს ბავშვმა ჩვენ მოგვეცა შანსი იმის რომ მიგვეყანა ორივე მხარეს ჩვენი შვილები და ჩვენი შვილებისთვის გვესწავლებინა რომ დემოკრატია არ არის კომფორტი არ არის ის რაც შენ გინდა დაუშვათ ისე ხდებოდეს დემოკრატია არის ის რომ შენი მოწინააღმდეგე განსხვავებული აზრი განსხვავებული ადამიანი შეიძლება არ მიიღო მაგრამ უნდა აიტანო და შენი უფლება და შენი ემოციები შენი მოსაზრებები მთავრდება იქ სადაც იწყება მეორე ადამიანის უფლება და ემოცია და ჩვენი შვილებისთვის ეს გვეჩვენებინა ხელის გულზე ცოცხალი მაგალითით და რამდენადაც ეს პროტესტანტები მივიდნენ უფრო ადრე იქ მათ ამ შემთხვევაში რაღაცა პირობითი მასპინძლის როლი ეკავა და მათ შეეძლოთ ეჯობნათ მათ ჩვენთვის თუნდაც იმ საზოგადოებისთვის რომელიც ამას არ ველოდით ხო ეჯობნათ და ასეთი კარგი ჟესტი გაეკეთებინათ ეს ხო იქნებოდა ჩვენი შვილების აღსაზრდელად და მაგალითისთვის მომავალს ჩვენ რა გავაკეთეთ ჩვენ შვილებს შეუფუთეთ ეს ზიზღი და ეს დაპირისპირება და გავატანეთ მომავალში ეხლაც გვაქვს ჩვენ ამის საშუალება და ეხლაც ადამიანები ვერ ხვდებით იმას აი გულზე გახეთქილები ვართ არც ახალი წელი გვინდა საერთოდ აღარაფერი აღარ არის ჩვენთვის იმისტონ კი არა რომ დადოს ახალ წელს ვერ ვიზეიმებთ ვუყურებთ რას რომ ადამიანები გეუბნებიან რომ თუ ჩემს მხარეს არ ხარ და ჩემთან არ იმღერებ შენ არ უნდა იმღერო ეხლა რას ნიშნავს ის რომ დაძდევენ ამ მომღერლებს და ეუბნებიან რომ შენ რატო იმღერე შეასეთო შეისეთო სხვათა შორის აქ ჩვენ ბულინგზე არ არის საუბარი მე მგონი გამოიწდება კანტონელად ჩვენი თვით შეფასება გასაგებია მაგრამ საერთოდ არ მაინტერესებს არა მაგაზე არ ვიძახ ეგ მეორე თემა მე სხვა რამეს ვამბობ როცა ამ დონეზე მივედით რომ ადამიანებს ვეჩხუბებით რომ მე რა რომ შენი აზრის არ არის სხვა აზრი და იმანაც ახალი წელი დაუშვათ ჩემთან არ მოვიდა მე არ ვუმასპინძლე მე არ გადავდგი ნაბიჯი მისკენ მაგრამ სადღაც ხო შეიძლება ისიც შეიკრიბოს და მანაც მოისმინოს იმიტომ ამასაც რატო უკრძალა ამ ადამიანს მე ვფიქრობ რომ ყველაზე დიდი მტერი საქართველოსთვის დღეს ის არის ვინც ორი შეიძლება ბევრი რაღაც არის მაგრამ მე ორს გამოვყოფთი რაც ყველაზე საზიზღრად ჟღერს და რასაც ეფექტი აქვს უყურეთ ხალხად არ იწოდება არ უწოდებენ ხალხს ადამიანებს ვიცმათ ვერდით არ დგას და ეს იმდენად დაამკვიდრეს რომ ეს ისმის ევროპის ტრიბუნიდან ქალბატონი პრეზიდენტი გამოდის და ამბობს რომ ხალხი და ხალხ შორის გახლეჩვა არ არსებობსო ჩვენ ხალხიცა ერთად ვართო და მთავრობაო ცალკე ხალხთან ანუ ადამიანები არ ითვლებიან თუნდაც დაუშვათ 3%-ია 4%-ია ხო მეტობა გავანებოთ თავი გადავდოთ ის 3-4% თქვათ ეხლა ისევ ჩვენ დავთმობთ 50-50 ხო ნახევარი საქართველო ხო არის მათ აზრს რო არ იზიარებს ხო აი ამ ნახევარი საქართველო არ ითვლება ხალხად ადამიანებად არ ითვლება ანუ მაშინ ამ ადამიანებს რისი განცდა უჩნდებათ გეკითხებით ამ ადამიანებს უჩნდებათ განცდა რომ ესენი რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ჩვენ რა გვეშველება ესე იგი ანუ უნდა გავქრეთ ანუ უნდა დავხრიტონ რაც ალავიტებს დაემართათ ახლა სირიაში ჩვენი აზრი
ხო, მაგასაც ცალკე გადავალ. ანუ სიცოცხლის უფლება არა აქვს თუ შენაირი არ არის, აზრის თავისუფლება ნიშნავს რომ შენი აზრის თავისუფლება მარტო, მიცემული ხმა ნიშნავს რომ შენი მიცემული ხმა მარტო, უფლება, ყველანაირი უფლება, ადამიანის უფლება ნიშნავს რომ შენ ხარ ადამიანი და ესენი ადამიანები არ არიან, მაშინ ამ ადამიანებმა რა ქნან და ხდება ყველაზე ცუდი, ეს ადამიანები ფიქრობენ თავდაცვაზე. ეს ადამიანები ფიქრობენ თავდაცვაზე და იზრდება უფსკრული. შენ თუ გგონია რომ ნათელი იდეალებისთვის იბრძვი, ის უკვე რომელიც შენ ართული ადამიანად და რომელიც ფიქრობს რომ შენ სივრცეში მას სიცოცხლე ესპობა და ყველანაირი განვითარება და სიცოცხლეც ესპობა, ის გადადის თავდაცვის რეჟიმში და ის უფრო ისიც ფიქრობს რომ უნდა დაიცვას თავის სამშობლო, თავისი ოჯახი და უკვე ხვდებით ორი დაპირისპირებული სიძულვილით და თავის შეკვლით შეიარაღებული ამ განწყობით შეიარაღებული ხალხი სადღაც ხო უნდა გავჩერდეთ. კიდე მეორე უბედურება ეს ხალხი უგულებელყოფა შინაარშია შეხვიდე რას ნიშნავს ხალხო ეს ყველაზე დიდი მტერი თქვენი არის ის ვინც გეუბნებათ რომ შინაარში არ თუ შინაარში არ შევედით თუ არ გავიაზრეთ რა გავიარეთ ჩვენს 30 წლიან 35 წლიან ისტორიაში სამოქალაქო ომებიც ვნახეთ გადატრიალებას ვნახეთ უბედურებას ვნახეთ თუ ამ შინაარში არ შევედით და არ გავიაზრეთ მაშინ იგივეს გავაკეთებთ რაც გავაკეთებთ და ჩვენ გავიარეთ ის რომ ერთმანეთის პანაშვიდებზე ვიარეთ და უკვე საერთო უბედურებამ მერე მოგვაბრუნა ერთმანეთისკენ და შევრიგდით, მოვრიგდით და როგორღაც გავაგზელეთ ამ ქვეყნის განვითარება. ყველაზე დიდი ჩემი საფიქრალი არის ეს რომ ამ ხელა სიძულვილით როგორ დამთავრდება ღმერთმა მშვიდობით დაამთავროს, როგორ უნდა ვიცხოვროთ ადამიანებმა, როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება რანაირად ისევ ალბათ ერთი ნაწილის დათმო იმ ნაწილის დათმობის ხარჯზე ვისაც ყველაზე მეტად უყვარს თავისი ქვეყანა და იტყვის კავკასიური ცარცის თემა რომ გადავყლაპო შეურაცხყოფა მიუტევო რომ კლავდა მესროდა რომ იმეტებდა ადამიანს დავივიწყო ისევ ამ ხარჯზე, ამ ხალხის ხარჯზე უნდა გადარჩეს. აბა ესე ამდენ შეურაცხყოფაში, ამდენ დაკარგულ მეგობარში, ამდენ ნაჩხუბარ საქართველოში, რანაირად როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება? მე არ მესმის. ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ბევრი მნიშვნელოვანი თემაა. კადრელა იცი რამე კითხოთ, აი სანამ გადახოთ არ დაგავსოთ ის მას აპირებდით. საერთოდ მე იმაზეც კი ვფიქრობ ხოლმე, რომ ისეთ საზოგადოება, ისეთ სახელმწიფო, ისეთ ქვეყანა, ისეთი ერი, აი როგორ ჩვენ ახლა ვიქცევთ, რატო უნდა არსებობდეს? მე კიდე მაგაზე ერთი პასუხი მაქვს ასეთი. ჯერ ერთი მარტო ჩვენ არა ვართ ესეთი, ხა იქ ამერიკას ესახელმწიფოა და იქ ისეთი დაპირისპირება. კი, მესმის ღმერთი წყვეტს ამას, მაგრამ მე არ მესმის. მე ხო და არის რაღაც რასაც ვერ გავიგებთ ჩვენ, არის საიდუმლო, რასაც როგორი განათლებულების და ჭკვიანებიც არ უნდა როგორც არ მოგვქონდეს თავი, აქ მეტაფიზიკა ებმევა და ხშირად ვამბობ რომ საქართველოს რომ არსებობს ეს ღმერთის კაპრიზია. ასე უნდა მას და მით უარსებობს ლოგიკა ჩვენ არსებობაში. აი ასეთ შეხლება არ გაგვაჩნია. ლოგიკა ჩვენ არსებობაში ნამდვილად არ არის. და რაღაცნაირად თუ დგებოდა დრო რომ გამოცდილებას ვითვალისწინებდით, ღმერთი აგვიხელდა თვალებს და გონებას აგვიხელდა, მაშინ ალბათ იმ გამოცდილების ჩვენს მიერ თუ სხვის მაგალითად ვერ ვსწავლობთ. ჩვენს მიერ გავლილი ისტორიის გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, მაშინ გადავრჩებოდით და თუ ვერ გავითვალისწინებდით, ვით შეხებოდით. აგერ ახლა ჩვენ გავიარეთ სამოქალაქო ომებიც, თავდასხმითი ომებიც, გადატრიალებას გავიარეთ და ვნახეთ, რომ ყველა ასეთი შემთხვევის დროს გადავიჩეხეთ. გავანებოთ თავი, ჩვენ რაც გავიარეთ, აგერ უკრაინის მაგალითი გვაქვს, ხო? უკრაინის მაგალითი გვაქვს. არა, იგებს უკრაინაოს დასწავლე ამბავია. ხო, რა ვიცი, ხა, მე მგონი მაგ თემა უკრაინა იგებს ეგ თემა ამოვარდა. აი ამოვარდა ეს არა, იცით როგორ არის? არა, ეს იგივე ის არის, არ მეყვარს ეს ნარატივი. ნუ იგივე დამოკიდებულება 2008-ში იყო რუსებს ნიღაბით ჩამოვო. ეხლა რუსეთი მე თუ აღარ ვიქენი, გინდა რუსეთი დასუსტე. რუსეთი რაც უნდა ნიღბით ჩამოგდება, გასო იმპერიალისტია და ოკუპანტია რა მაგისტრის შევაგდე იმას, მაგისტრის მოგვდე. აი, უყურეთ, თუნდაც ეგრე იყოს, ხო? ჩვენ ხო დავინახეთ. დაუშვათ ეხლა იგებდეს, არ ვიცი, აი ილუზიაში არ. ჩვენ ხო დავინახეთ, რომ უკრაინა ამ ხელა ქვეყანა ვერ დაიცვა ოკუპანტის თავდასხმისგან ვერც ნატომ და ევროკავშირმა ვერ დაიცვა. ხო, ახლა რო ეხმარებიან ეს თემა, მაგრამ მე მაინც მგონი არ დაიცვა, მე უფრო ხო არ ვიცი, ეგ სხვა თემაა, მოდი ნუ შევალთ. მოდი ნუ შევალთ, ღრმად, ამათ უყვართ ესე არ შეხვიდეთ ჩინაში. ნუ შევალთ ჩინაში. ხო, როცა მე არ მაქვს კარგი გავაგრძელოთ. იარაღება რომ
ვიომო. გავიგეთ, არ შევიდეთ შინაარში, კი ბატონო. არ შევიდეთ ზედაპირ, ხო გვიყვარს ზედაპირ ხელის გულზე. ხელის გულზე ხოვდებს რომ კი არა, მე მინდა რომ გასაგებად ვისაუბრო. არ დავეთანხმო ყველაფერში, თუ არ დაეთანხმო მოწინააღმდეგე მხარის ისე ვერ გააგრძელებ. ყველაფერზე თუ არ უთხარი, ვერ გააგრძელებ დიალოგს, ხო? კი ბატონო, არ შევდივარ შინაარში, ეს ხო ხელის გულზე დებს რომ ვერ დაიცვეს რა ქვია, ომის დაწყებისაგან. უკრაინისთვის დაღუპვა და განადგურება არის მერთმა გაამარჯვებინო და მისი გამარჯვება რა თქმა უნდა რუსეთს დაასუსტებდა ჩვენთვის კარგია. მერთმა გაამარჯვებინოს უკრაინისთვის დაღუპვა არის დამარცხება. ხალხო და ჩვენთვის საქართველოსთვის გამარჯვება და დამარცხება კი არა. ომის დაწყება არის განადგურება. ეხლა ამ დაპაუზებული ომის დაწყება უკვე წაშლა რუკიდან, იმიტომ რომ რამდენ საუკუნეში პირველად მოგვეცა იმისი საშუალება, რომ დასავლეთის, აღმოსავლეთის ამ აბრეშუმის გზაში ჩვენი ნაციონალური ფუნქცია შეგვესრულებინა და ეს ფუნქცია ეხლა თუ დავკარგეთ, ძალიან მარტივად შეიძლება დაიკარგოს რომ ავტობანზე გადმობძანდეს ის ოკუპანტის ტანკი და დადგეს, ჩვენ საერთოდ ამ შანსს თუ გაუშვებთ ხელიდან, გადაჩეხილები ვართ. მე მგონი ჩინეთის გამოიკავებს თავს, თორე შემოარიხინებდა. არა, ეს ახლა რატომ ამაზეც ბოლოს გავივლით. მე ერთი რამ მინდა კიდეც ახლა დავიწყე და ვეღარ დავუსრულებ, თქვა რომ საქმე არის იმაში, ეხლა ჩვენ ყველა პოლიტიკურ პროცესში ვქმნით ჩვენი პოლიტიკური პროცესის სტანდარტს და ესა რა ქვია, პრეცედენტებს ვქმნით. და რა პრეცედენტს ვქმნით ახლა? ჩვენ ვქმნით იმ პრეცედენტს, რომ თუ არ მოგვეწონა ხელისუფლება, თუნდაც არჩევნებზე პრეტენზიები გვაქვს და ასე შემდეგ, შტურმი დავიწყოთ, მასე თავრობის სასახლეზე, ეს შემდგარი პრეცედენტი და ეს სტანდარტი. ხო, მომავალში დაუშვათ ახლა, არავინ არ არის სასარ გამოეკარება და ხვალ ერთი ხელისუფლება წავა, მეორე ხელისუფლება მოვა. და მის ხელისუფლება დაუშვათ თქვენი ხელისუფლება მოვიდა, არ მოეწონა ნახევარ საქართველოს. ეს სტანდარტი უნდა გავიმეოროთ, რასაც თქვენ დაამკვიდრებთ ახლა და დამკვიდრდა და ვნახეთ ჩვენ რომ გადაიწვა რუსთაველი და ძალიან კარგია რომ ამაზე უარი ითქვა და ძალიან კარგია რომ ხომ მშვიდობიანად მიდის ეს ჩვენ სხვადასხვა 2003 წელს რო რევოლუცია გააკეთეს და მე მაშინაც აბსოლუტურ უმცირესობაში ვიყავი და ვიძახდი რომ ეს დაგუყავდა და ზუსტად მოიტანა საქართველოს ტერიტორიის დაღუპვა და შიგნით რა მოიტანა ამას აღარ ვლაპარაკობ მაშინაც კი მიშა სააკაშვილსაც კი ქონდა ამისი პასუხისმგებლობა და იმის გამო იმ სტანდარტის არ დასამკვიდრებელად ძალადობრივად ხელისუფლების შესვლა არ შეიძლება იმიტომ რომ 91 წელს ჩვენ ქონდა ასეთი მაგალითი უბედურების მაგალითი ვარდი დაიკავა ხელში და ამ რევოლუციას მშვიდობიანი რევოლუცია დაარქვა მასაც კი ქონდა ეხლა მე როგორ ყველა მიცის მე როგორი მისი ისა ვარ მაქებარი შეიძლება ვიყო მაგრამ მასაც კი პასუხისმგებლობა ეყო და ჩვენ რა გავაკეთეთ დავდეთ სურათი რომ ცეცხლი ნავთი და ქვები დაუშინეთ და კიდე რისი სტანდარტს რა სტანდარტს ვდებთ ეხლა ჩვენ დაუშვათ მოხდა არჩევნები ჩატარდა არჩევნები და გაიმარჯვა ოპოზიციამ გაიმარჯვა იმ საზოგადოებამ ეხლა ვისაც არ მოეწონება ეს, უნდა გაჯიუტდეთ იმაში, ამ სტანდარტს ვთავაზობთ, გაჯიუტდეს იმაში, რომ არა, მე არ მომწონს ეს და მე უნდა გამოვიდე და ქუჩაში უნდა გადავწეს არჩევნები. ჩატარდა თუ არ ჩატარდა, ეს ანუ სულ ქუჩაში გადავწყვიტოთ ეს სტანდარტი დავამტკიცოთ, ეს ხომ თქვენს ვინც ეხად გახართ და აპროტესტებს ხომ უნდა იფიქროთ იმაზე, რომ აი ამას თუ ამკვიდრებთ ჩვენ, ეს ხო ჩვენ მე ასე ვთვლი რომ თქვენ ხალხი ხართ და ჩემი საქართველო ხართ თქვენ შეიძლება არ თვლით მაგრამ მე ასე ვთვლი და ხა ერთმან უნდა ესა რა ქვია მიმიყვანოს იქამდე რომ ეს არ ჩავთვალო ჩვენ ხო ერთად მომავალში დაგხვდება ხო კიდე ერთი რამ მინდა უთხრა ძალიან ამ სოციალურ ქსელში შესვლა საერთოდ კატასტროფა საშინელება და ადამიანებს რომლებიც დაბნეულები არიან განადგურებულები არიან ძალიან დამწუხრებულები არიან იმის გამო ბევრი ნახევარ სიმართლეს ხედავთ და ბევრ ტყუილს ხედავთ რომ აი სად დადგენ არიციან რა გააკეთონ აღარ იციან იმათვის მინდა მივმართო რომ იყავით ადამიანები იდექით ნუ იყავით დარჩით ადამიანებად ნუ დადგებით იქ და ნუ გააკეთებთ იმას და ნუ აყობით მოწოდებას რომ თქვენი მეგობარი დაკარგოთ თქვენი ნათელმეროვანი დაკარგოთ თქვენ დედმამაზე უარი თქვათ არ მოусმინოთ თქვენ მეგობრებს სხვისი სარწმუნოება უკვერცხები ესროლოთ და საქართველოს ძეგლი არ დაინდოთ და ასე აი ამ ღირებულებების მხარეს დადექით ყველა ვინც დაბნეულები ხარ და იცოდეთ რომ ეს არის ნათელი მხარე და იცოდეთ რომ ყველაფერი დაალაგდება თუ ჩვენ საერთო მარადიული რატომ არის ეს ღირებულება საერთო ღირებულებების მიხედვით დაალაგდებით ყველაფერი დაალაგდება და ეს სიძულვილიც ალბათ ჩაქრება და იმ ადამიანების მოთმინების ხარჯზე ხშირად ვამბობ ხოლმე რომ ზოგჯერ არის თავგანწირო უფრო
ის ყოფილა, რა ქვია, მარტივი ყოფილა, სიკვდილი უფრო მარტივი ყოფილა, ვიდრე მოთმინება. მარტივია, კი ბატონო. მოთმინება ყოფილა. აი ახლა ყველაზე რთული ფორმით მიდის ბრძოლა, მოთმინებით მიდის ბრძოლა, ვისაც მართლა უყვარს ეს ქვეყანა, მართლა ის მოითმენს ბევრს, ბევრ ტალახსაც ჩამოიცლის. ჩემი ოჯახი გამოსულია დაუსრულებელი რეპრესიების და ისტორიის გზას ვაგრძელებთ და მე რომ არ ვიცოდე რომ ჩემი ოჯახის ყველა საუკეთესო წინაპრები, საუკეთესო წევრები დაახრიტეს ხალხის მტრის იარლიღით. აგერა პაპა მისი დიშვილი ვარ, მე მიხახელაშვილი. მე მახსოვს სოფელში პატარა ბავშვი დაახრიტეს სხვათა შორის. პატარა ბავშვი ვიყავი და სოფელში ასეთი ხელაშვილი იყო ყაჩაღი, ასე ეგონა და ასე გადმოსული იყო. ხა ოჯახში გასაგებია სხვა თემა იყო და საფლავი ჩვენ გაუკეთეთ და ჩვენი მიცვალებული იყო აღდგომის მისვლა და ასე შემდეგ, მაგრამ ყაჩაღი იყო. და ასეთი იარლიყებით იყო, ეს რო არ ვიცოდე, ალბათ ზოგიერთის დაძახებულს რაღაც იარლიყს მართლა გული გამისტებოდა და მოგდებოდი, მაგრამ ახლა ისე წაიყვანეს საქმე, რომ რუს და რა ვიცი რო გეძახიან გონებანბელს და მოღალატეს გეცინება. კი არ გეცინება, ზოგჯერ სიამაყით იფსები, რომ ესე იგი მეც კარგი ყოფილა. ეს ყოფილა ინდიკატორი, იქამდე მივიყვანეთ, ეს რო გავაშარჟეთ და მტრის ხატი რუსის ფასეულობა დაუკარგეთ სხვათა შორის. უყურეთ, ეს თუ ვინმე საწყობს დღეს, ეს აწყობს რუსეთს. იმიტომ რომ თუ ნახევარი საქართველოს რუსეთია, შედალოცვილო, მაშინ რაღაც ვიცით ჩვენ. აბარა. ეს იგი ის ადამიანები, რომლებიც რუსეთს ებრძოდნენ, თუ ისინიც რუსები ყოფილან, ამდენი ხალხი რუსები თუ არიან, მეტი კი არაფერი არ უნდა იმ რუსეთს. და ეს ყველაზე მეტად და ყველაზე ეფექტური რუსული პროექტია, მე თუ მკითხავ და ეს მარტო საქართველოში არ მუშაობს, სოფლიოში მუშაობს. და მე არ გამაურიცხავ, რომ ამას თავად რუსეთის ხელი ურევი, იმიტომ რომ ეს არის იმპერია, იმპერიული ინსტიტუტებია, ამაზე მუშაობენ ტექნოლოგიების დამუშავებაზე, მუშაობენ, ჩვენ მათ ვერასდროს ვერ დავეწევით, იმიტომ რომ მეტი საშუალება აქვს. და არ გამაურიცხავ, რომ აი ეს ჰეროიზების ხო კი და ეხლა რა გამო სოფლიოში რა გამოიყვანეს თუ ვინმე სადმე მართლმადიდებლობას არწმუნოებას იცავს ესე იგი პუტინისტია ესე იგი პუტინი გამოვიდა ესე იგი ამორალების წინააღმდეგ მებრძოლი ცეცხლოვანი ანგელოზი პუტინი ერთი ჩვეულებრივი ოკუპანტია კაცო და იმპერიალისტია და რატო გამოყავთ ეს კაცი ამ ცეცხლოვან ანგელოზად მე ვერ გავიგე მე ეს ყველაფერს იქ ეს პირველი შოკი იყო ეს ტრამპის პირველი არჩევნების ეს ჩარევები ხო არა იმის კაცია ამის კაცი კი როგორ ამერიკა ასეთი მე ყველაზე მეტად გამიკვირდა ამერიკის შესაბამისი სტრუქტურები რო ამბობდნენ ამას, იმიტომ რომ ეს არის დამცრობა. ამაზე მე თუ მკითხავ, ეგ არის პუტინის ჰეროიზება რა. კი, და ამაში აუცილებლად ურევია თავად ეს არის იმპერიის პიარ ტექნოლოგიების ხელი, კაცო. უძლეველი გამოვიდა რაღაც ქრისტეს ფეხის მკვნელი პუტინს ყველაფერი შეუულია, იქ ეს შეუულია. და თუ იცავს არწმუნოებას და მართლმადიდებლობას პუტინისტი ხა, თუ იცავ რა ქვია, მორალს პუტინისტი ხო, ამაგას ჩვეულებრივი იმპერიალისტია და ფუთავენ რაღაცა ჰეროიკული იმეებით, რა შარმებით ფუთავენ. რო იცავს ოჯახის ინსტიტუტს და რაღაც ძალიან. ამიტომ ამიტომ ეს არის იმის გამო, როცა შინაარში არ შევდივარ. ჩვენ ხა არ მინდოდა ეხლა თქვი არა თქო, მაგრამ მაინც შევედი შინაარში, ხო? თუ შინაარში არ შეხვდი და არ იმისჯელე, რა გაიმეორებ, ისა რა ქვია, ფილმი იყო ჩემს ახალგაზრდობაში, მუმია იყო გახსოვთ, მე ჰოტე. დადიოდა ის ხალხი გაბრუებული ამ მუმიის იმით რა ქვია, შემოწოდებული, ასე ვთქვათ, გაბრუებული იმით. და აი, ქალბატონო, რა მინდა კითხოთ, ვთქვათ აი ოპოზიცია, რომელიც გამოდის, მას უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, ხო? ოპოზიცია ვერ ხდება, რომ ისინი ერთმანეთს დაჭამენ. ოპოზიცია კი არ უნდა მიხვდეს ამას. უყურეთ, ამას უნდა მიხვდეს და მე მგონი ნელ-ნელა ხვდებიან. ის საზოგადოება, რომელიც ამაგრებს პროცესს და დგას და ამბობს, რომ ჩვენ არ გვინდა ნაცების მობრუნება, ჩვენ პოლიტიკოსებთან ერთად არ ვარ, ჩვენ ჯანსაღი. აი, ის უნდა ხვდებოდეს ამას, რომ სანამ ისინი დგანან იმ ოპოზიციასთან ერთად, რომლებიც საქართველოს გუშინდელი დღე იყვნენ, და რომელსაც საქართველოს გუშინ უარი უთხრა, მაშინ მათ ვერ ექნებათ პრეტენზია იმაზე, რომ საქართველოს უკეთესი მომავალისთვის იბრძვიან. თუ უკეთესი მომავალისთვის იბრძვი რაღაცა ახალი შესთავაზე იმას რა ქვია, საზოგადოებას. აბა ხა, როგორ შეიძლება გუშინდელი ნაციონალური ჯერ ამბობს, რომ იმისი უკაცრავა და იმას აგინებ, ამას აგინებ, მე არ მინდა, ის არ მინდა, მაგრამ პოლიტიკურ მენიუში ხო სხვა პოლიტიკური ძალები არ ყავს, ისევ ის ხალხია შენთან ერთად ჩასაფრებული და ის ხალხი პოზიორობენ იქ ერთი შავგრემანი გოგონა, რომელიც ელოდება რომ მოვიდეს ხელისუფლებაში და გახდეს ჯანდაცვის მინისტრი და ასეთი რამდენიმე არის და უამრავია ასეთი იმ პოლიტიკურ ძალებში, ახლა აღარ მინდა სახელობით შავგრემან გოგონა მე კითხავ შეიძლება. არა, სახელებით არ დავასახელო, თუ
ის ადამიანები მოგყავთ ისევ ხელისუფლებაში თუ კი ბატონო თუ ის ადამიანები მოგყავთ ისევ ხელისუფლებაში ამ არჩევნებით რომელსაც ხალხმა უარი უთხრა და რომლის სტანდარტი ჩვენ ვნახეთ ყველაზე უფრო რუსული სტანდარტია და ეს რა ქვია სააკაშვილის სტანდარტს რუსმა ოპოზიციონერმა ერთხელ პატარა პუტინი უწოდა თუ გახსოვთ თქვენ სააკაშვილს და შემდეგ ის მოკლეს წითელ მოედანზე ის იყო პუტინის წინააღმდეგი იმდენად რუსული სტანდარტის გარემო შექმნა საქართველოში ამას რო უარი უთხარით და რო ვხედავთ ხალხი რომ ისევ ისინი გიდგათ გვერდით მაშინ როგორ უნდა დაიჯეროს საქართველოს რომ თქვენ უკეთესი მომავლისთვის იბრძვით შექმნით რაღაცა ახალი შესთავაზეთ ამ ხალხს და იქნება და მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი დაგიჭერთ მხარს და ძალიან ბევრი ადამიანს ის შიში მოეხსნება რომ ესენი აბრუნებენ ნაციონალებს და ეს არის ნაციონალების მოვრნების სპეცოპერაცია. ამას რო ეუნებით წყინთ, მაგრამ აბა არა, თავდადე არ უნდა წყინდეთ. მე ხა ძალიან მარტივად ავხსნი ამ ამბავს. ამბობ რომ არჩევნები გაყალბდა. არჩევნები გაყალბდა ნიშნავს რომ ხელისუფლება სახელმწიფო პარტიამ ვერ მოიგო, ხო? დიახ. მოიგო ოპოზიციამ. მაშინ მოიგო უმრავლესობის ერთი წამით. მოიგო ოპოზიციამ და ამბობ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ახალი არჩევნები ჩატარდეს ნიშნავს რომ უნდა წააგოს. ეხლა მე ძალიან მარტივ ლოგიკას ვამბობ რა. უნდა წააგოს სახელმწიფო მოქმედება ხელისუფლებამ და გაიმარჯვეს ოპოზიცია. ეხლა თქვენ მე ამიხსენით, რა არის ამ პროტესტის მიზანი? მე ძალიან მარტივი ერთი კარგი ახალგაზრდა კაცი, უყურე, მის ხშირად ვამბობ ხოლმე რომ ჩვენ საზოგადოებას ვის შორისაც უფსკრული გააჩინეს ბევრად მეტი გვაქვს საერთო ერთმანეთთან, ვიდრე იქ პროტესტის გამო მდგარ საზოგადოებას და მათ გვერდით მდგარ, ესა რა ქვია, პოლიტიკოსებს. მათ საერთოდ არა აქვს დეკლარირებულ პოსტულატებს თუ შეხედათ, მათ საერთოდ ერთმანეთთან არ აქვს კავშირი. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საერთო ერთმანეთთან, ჩვენ გვყავს საერთო მტერი, ჩვენ გვყავს საერთო სამშობლო და ერთი მაწვნა გამოხატა ძალიან კარგად და ლაპარაკი ძალიან კარგად შეგვიძლია, იმიტომ რომ ერთად დადგომა ძალიან კარგად შეგვიძლია. რა გინდა აქო ეკითხება ეს ჟურნალისტი? რა მინდაო და რუსეთის ასე და ისეო? ვეთანხმები ეს პუნქტი ჩვენც ასე? ნიკოვსკიდან და რუბანდამდე ვაგინებთ ჩვენ რუსეთს, არ მჭირდება რუსთაველზე გასვლა. გვარამიას და ნაცების ასე და ისეო? კი ბატონო, მაგაშიდაც ვეთანხმები. ამ თავრობებს მიაყევ. კი ბატონო, თავრობა არ უნდა აქო არასოდეს პირიქით უნდა მოთხოვო, მაგრამ რისთვის? მოდი აქ ჩავშალოთ. იმისთვის თუ აგებ იმ ლანძღავ იმ ხელისუფლებას რომ მეორე პუნქტში რო აგინე ნაციონალები მოიყვანა, მაშინ აქ სადო. ცოტა ლოგიკის ამბავია. თორა კიდევ გეუბნებით რომ ჩვენ ბევრად მეტი გვაქვს საერთო ერთმანეთთან, ვიდრე იმ ხალხს, იმ პოლიტიკოსებს, ვინ თქვენ გვერდით დგას და ელოდება თქვენი დაზიანებით და თქვენში მსხვერპლით, რომ როგორმე ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. ეს არის ორივე მხარის მტერი ჩვენი, საერთო მტერი. კი ბატონო. გავნოლა ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს. ჩვენ ამ წელს უკვე აღარ შევხვდებით ერთმანეთს, ამიტომ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, რადგან 9-ში შევხვდებით დამდეგ შობასაც გილოცავთ და ღმერთ მაქნას ჩვენ გონება გაგვინათოს, თვალები აგვიხილოს და გაგვახსენოს, რომ ჩვენ ღვთისშვილები ვართ, თანამემამულეები ვართ და ერთმანეთს უნდა მივიღოთ და ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ. ბედნიერად მომავალ შეხვედრამდე. მერტმა გუშველოს. ამინ.